ნორა ნაგოლაშვილი, ოჯეფ შოველის სახელობის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე, მეცხრე კლასელი და დღეს პრეზენტაცია გვაქვს თევზის სახეობების საქართველოში. საქართველოში თევზის მრავალი სახეობა გვხვდება, როგორც მტკნარ წყლებში, ასევე შავიზღვის აკვატორიაში. მტკნარ წყლების თევზებია შამაია, რომელიც გავრცელებულია მდინარეებსა და წყალსაცავებში, კასარი, გავრცელებული სახეობაა, კობრი ფართოდ გამოიყენება მეთევზეობაში, ჭიჭინა ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა მდინარეში და შავი გული გავრცელებულია მტკნარ წყლებში. ზუთხა სუფთა და ცირწყლებში ბინადრობს, თეთრი თევზი მდინარეთა დინების მონაკვეთებში, ხოლო ზანდერი მტაცებელი თევზია და ძირითადად წყალსაცავებში გვხვდება. ხოლო შავი ზღვის თევზები არის ქაფალა, თათარა, კალმახი, კობრი, გობიო და ზუთხი. ქაფალა კარგად ადაპტირებული სანაპირო ზონაში, თათარა შავი ზღვის ქაფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, კალმახი ასევე გვხვდება მდინარეებსა და შესართავებში ზღვის, კობრი სანაპირო ზონაში, გობიო მცირე ზომის თევზების ოჯახის წევრია, ხოლო ზუთხი იშვიათი თევზია და დაცული. ისტორიულად დიდი მნიშვნელობა აქვს. დაცული და იშვიათი სახეობები, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. შავი ზღვის ზუთხი გადაშენების პირას მყოფია, ბელუკა ძალიან იშვიათი და ღირებული თევზია, კალმახის ქართული ქვესახეობები მდინარეთა ზემო წყლებში ბინადრობს და მტაცებელი თევზები, რომელიც ეკოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი თევზი არის შამაია. შამაია მცირე ზომის თევზია, რომელიც ბინადრობს მდინარეებსა და წყალსაცავებში, ის ცნობილია სწრაფი მოძრაობით და ქერქოვანი სხეულით, ხშირად გამოიყენება სპორტულ მეთევზეობაში. კარასი მარტივად შესანარჩუნებელი თევზია, უძლებს დაბალ ტემპერატურას და დაბინძურებას. ხშირად გვხვდება ტბებში და მცირე წყალსაცავებში. გამოირჩევა მომრგვალებული სხეულით და ოქროსფერი ქერქლებით. კობრი დიდი ზომის მტკნარი წყლის თევზია, ხშირად მოყვანილია მეურნეობებში, საქართველოში პოპულარულია როგორც საკვები თევზები და გამოირჩევა გამძლეობით. ჭიჭინა სწრაფად მოძრავი თევზია, რომელსაც უყვარს სწრაფ დინებაში ცხოვრება, გამოირჩევა წაგრძელებული სხეულით და ულოშებით, კარგად ეგუება ქართულ მდინარეების პირობას. შავი გული მსუბუქი და მშვიდობიანი თევზია, ძირითადად ბალახოვანი საკვებით იკვებება და გვხვდება წყლებში, მდინარეებში და წყალსაცავებში. მისი სხეული მონაცრისფრო, მოვერცხლისფრო და მოშავოა. კალმახი, კალმახი ცივ და სუფთა წყლებში ბინადრობს, განსაკუთრებით მთის მდინარეებში, გამოირჩევა წვრილი სხეულით და წითელი ლაქებით სხეულზე. მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ისე გასტრონომიული თვალსაზრისით. თეთრი თევზი მშვიდობიანი თევზია, რომელიც ჭკუბრად ბინადრობს, უყვარს ნელი დინებები, მქონე ადგილები და ხშირად იჭერენ საკმაყოფილო მეთევზეები. ზანდერი მტაცებელი თევზია, აქტიურად ნადირობს სხვა მცირე თევზებზე, აქვს გრძელი სხეული და მკვეთრი კბილები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემაში. და ახლა გადავიდეთ შავი ზღვის თევზებზე. შავი ზღვის თევზებია ქაფალა ნახევრად იმიგრანტი თევზია, რომელიც ბინადრობს ზღვასა და მის შესართავების მტკნარ წყლებში, სწრაფად ცურავს და ბალახოვანი საკვებით იკვებება. მას ახასიათებს ფართო თავი და ვერცხლისფერი სხეული. თათარა ის მცირე ზომის ზღვის თევზი, რომელიც უკუპრად გადაადგილდება, დიდი კომერციული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის ქვეყნებში და ცნობილია როგორც შავი ზღვის ქაფი. ზღვის კალმარი ბინადრობს როგორც ზღვაში, ისე მდინარეთა შესართავებში, ხორციანი და გემრიელი თევზია, გამოიყენება როგორც ბუნებრივად დაჭერილი, ასევე ფერმებში მოყვანილი. ზღვის კობრი ბინადრობს სანაპიროსთან ახლოს, კლდოვან ადგილებში, მცირე ზომის და ლამაზი თევზია, გავრცელებულია ქვიშიან და ცის თვეების ფერზე, ზოგჯერ ადგილობრივი მეთევზეების მიერ დაჭერილი. გობიო ასენი მცირე ზომის თევზები არიან, ზღვის და მტკნარ წყალში ბინადრობენ, ხშირად ფერადოვანია, ძირითადად ფსკერზე ცხოვრობენ და იკვებებიან მცირე უხერხემლოებით, ზოგიერთი სახეობა ინდემური. ზუთხი ძველნარექციული თევზია, რომელიც ცნობილია კავიარით, ანუ შავი ხიზილარით, იშვიათია და გადაშენების სარტყლის ქვეშ მყოფი სახეობაა, ბინადრობს შავ ზღვაში და მიგრირებს მდინარეებში გამრავლებისათვის. და მადლობა ყურადღებისთვის.